რუსეთის ახალ გეოპოლიტიკურ სტრატეგიულ ამოცანებში საჭირო, ასე ვთქვათ, ხდებოდა, აუცილებელიც კი ხდებოდა, რომ კავკასიაში მათი სამხედრო ყოფნა გაძლიერებულიყო. სამხედრო ყოფნის გაძლიერებას ან ჭირდება ახალი ბაზის აშენება, ან არსებული ბაზის გაძლიერება, მოდერნიზაცია, ამისათვის გიუმრის ბაზა დიდად სერიოზული არ არის, ამისათვის ბევრად სერიოზული ინფრასტრუქტურა იყო გუდაუთაზე, გამზადებული აეროდრომის სახით და რა თქმა უნდა ჯავის ბაზა, უგარდანთას მთაზე არსებული დიდი ბაზა, რომელიც შემდეგ ააშენეს და ლამის თბილისის მეოთხედი არის ზომაში ეს ბაზა ფართობი. პროექტი დიდი ხანია იყო, მის ასაშენებელი ადგილიც იყო და რეალურად ეს არის ის ბაზა, რომელიც საკუთარი სამხედრო პოტენციალით მინიმუმ საქართველოს შუაზე ჭრის, რეალურად ჯავის ბაზაზე არის თავმოყრილი სამხედრო პოტენციალი, საბრძოლო მასალები, რაც ძირითად ძალას და არტილერიის სისტემები, რაც ძირითად ძალას წარმოადგენს და მექანიზებული ბრიგადის სახით ასევე ძირითადი გარნიზონი დგას თავის შტაბით ცხინვალში. რა თქმა უნდა, ეს ორი გარნიზონია, ცხინვალის გარნიზონი, ჯავის გარნიზონი, საქართველოს ფაქტიურად ჭრის შუაზე, ავტობანიდან 450 მეტრშია ყველაზე ესეთი ახლო საგუშაგო, მაგრამ ეს საგუშაგო ბევრს არაფერს წარმოადგენს, რეალური ძალა არის ცხინვალის გარნიზონი და ჯავის გარნიზონი და აქ არსებული სარაკეტო სისტემები ჯავის შემთხვევაში ოპერატიული ამოცანების მომენტალური გადაჭრის რაღაც საშუალებას აძლევს რუსეთს. ამ შემთხვევაში საუბარი არის ისკანდერის ტიპის ბალისტიკურ სისტემებზე, რომელიც ჯავაში შემოყვანილი იქნა 2015 წლიდან, მანამდე იდგა ტოჩკას ტიპის მოძველებულ სისტემაზე არსებული ბრიგადა და 2015-ში გადაიარაღდა ეს ბრიგადა, სარაკეტო ბრიგადა ისკანდერებით, სადაც უდიდესი სხვაობა არის 120 კილომეტრიანი, 120 კილომეტრზე მოქმედი ტოჩკა და 500 კილომეტრზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტებით 500 კილომეტრზე და ფთოსანი რაკეტებით 2500 კილომეტრამდე მოქმედი ისკანდერის სისტემა. ფთოსანი რაკეტა ეხლა ჩრდილო კავკასიიდან შეუძლია თუ პრობლემოთ ის რომ 2500 კილომეტრი დიდი მანძილია, მაგრამ ბალისტიკური რაკეტი 500 კილომეტრიანი ბალისტიკური რაკეტებით ჯავიდან ამ სარაკეტო ბრიგადით თურქეთის ნახევარსფარავს, სრულად აზერბაიჯანს, სრულად სომხეთს და ჩვენ თავისთავად მთლიანად